პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე წერს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ უფრო შემზარავი ხდება იმ მასალების გახსენება, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე წარმოაჩენდა ომის მოსურნე ჯგუფების მიდგომას საქართველოსთან მიმართებით. მისივე თქმით, ომის მოსურნე ელიტის თამაში მსოფლიო პოლიტიკაში ჯერჯერობით დასრულებული არ არის. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩა კარგად დაგეგმილ სცენარსა და როლს, რომელიც ქვეყანას ბირთვული დაპირისპირების ზღვარზე მყოფ კონფლიქტში უნდა შეესრულებინა. ეს პოსტი და მასზე დართული 3 ვიდეოც 3 სხვადასხვა პირის მიერ 3 სხვადასხვა დროს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაჟღერებულ ერთ იდენტურ გზავნილს ეხება. სექტემბერი 2022 წელი. ეველინ ფარკასი. საქართველო დღეს ნაკლები საფრთხის ქვეშაა რუსეთისგან. პუტინი ვერ იგებს უკრაინაში. მას არ შეუძლია ახალი ფრონტის გახსნა. ჟურნალისტი. დარწმუნებული ხართ, არის აღქმა, რომ რუსეთს მაინც აქვს რესურსი პრობლემები გაზარდოს საქართველოში. ეველინ ფარკასი. მერე რა. მაკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ექს-პრეზიდენტ ზურაბიშვილის ამჟამინდელი დამქირავებელი ეველინ ფარკასი ალბათ თავადაც ვერ მიხვდა, რომ ამ ერთი წაცდენილი ფრაზით ყველაზე ზუსტად აღწერა ომის მხარდამჭერი ამერიკული და ევროპული პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულება ქართველი ხალხის და მისი უსაფრთხოების მიმართ. უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ უფრო და უფრო შემზარავი ხდება იმ მედიური მასალების, ინტერვიუების, განცხადებების, პოსტების გახსენება, რაც სხვადასხვა ეტაპზე წარმოაჩენდა ომის მოსურნე ჯგუფების პოზიციას და მიდგომას ჩვენს რეგიონთან მიმართებაში. ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო და ნიშანდობლივი რესპონდენტი ეველინ ფარკასი იყო. მის მიერ 2022 წლის სექტემბერში რადიო თავისუფლების ქართული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში სრულადაა წარმოდგენილი ომის მხარდამჭერი ამერიკელი და ევროპელი ფორმალური და არაფორმალური მმართველების ის მცდარი და მზაკრული ხედვა, რომლის საფუძველზეც საქართველოს პოლიტიკური ვექტორების გასწორებისკენ მოგვიწოდებდნენ. 2022 წელს არის დრო, როდესაც ღია შესაძლებლობების ფანჯარა და საქართველოს ხელიდან არ უნდა გაღვიშვას მომენტი. დღეს ახალი გამოწვევებია და პატარა ქვეყნის მთავრობამ უნდა გამონახოს გზა, რათა შეიტანოს წვლილი მაგიდასთან ადგილის მოსაპოვებლად. საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს რუსეთის სანქციებში. საქართველოს საკმარისი არ გააკეთა წინა ხაზზე გადასასვლელად, დააკლო ძალის ხმევა და ჩამორჩა უკრაინას და მოლდოვას. საქართველოს დღეს არ აქვს რუსეთის შემოჭრის საფრთხე, რადგან ის ვერ იგებს უკრაინაში. მას არ აქვს ახალი ფრონტის რესურსი და რაც არ უნდა ქნას, ის მაინც ვერ გაიმარჯვებს. რუსეთს შეუძლია საქართველოსთან რაღაც გამწვავებები, მაგრამ ის ვერ დაიპყრობს მთლიან ქვეყანას. ჩვენ კი დასავლეთი და საერთაშორისო საზოგადოება ისევე ვიქნებით საქართველოს მხარეს, როგორც ვართ უკრაინის მხარეს. ხომ დაუჯერებელია დღეს ამ გზავნილების მოსმენა. ჩვენს ოპონენტებს ხომ ასევე არ სჯეროდათ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე იდენტურ ამბებს ყვებოდნენ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის შესახებ. საქმე იმაშია, რომ შინაარსი, რასაც ეველინ ფარკასისგან ვისმენთ, არ არის ერთი კონკრეტული ფიგურის პირადი მოსაზრებები. ეს არის ის ერთობლივად შემუშავებული და გაზიარებული პოზიცია და სამოქმედო გეგმა, რისკენაც სხვადასხვა არხების გამოყენებით ერთ ხმაში მოგვიწოდებდნენ ჩვენი დაუძინებელი კეთილის მსურველები. დახურულ შეხვედრებზე ყველა ეს გზავნილი გაცილებით პირდაპირ ღია და ცალსახა იყო. ამას ალაპარაკებდნენ დიპლომატებს და ამას გვეუბნებოდნენ ვიზიტად მოვლენილი ემისრები. ამას იმეორებდნენ გარედან მართული პარტიები და უცხო ინტერესების გამტარებელი NGO-ები. შესაძლებლობების ფანჯარა, თუ საომარია უნდა ვიომოთ, დადექით ისტორიის სწორ მხარეს, ბომბების ცეცხლის ჯობს სირცხვილისგან წვას, მერე რა, იცვლებოდნენ გზავნილის გამხმოვანებლები, თუმცა არ იცვლებოდა გზავნილი, რომელიც თითქოს ერთი სახელმძღვანელოდან იყო ამოკითხული. დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ძალის ხმევას უკრაინის ომის დასასრულებლად, ამავე დროს კი ვხედავთ უკრაინაში არსებულ სამხედრო ვითარებას, იმას თუ რა მოუტანა ქვეყანას 3 წლიანმა ომმა, სრულიად ნათელია თუ როგორ გადარჩა საქართველო კარგად დაგეგმილ და პირდაპირ გაწერილ სცენარს, იმ როლს, რომელიც ჩვენს ხალხს ბირთვული დაპირისპირების ზღვარზე მყოფ კონფლიქტში უნდა შეესრულებინა. თურმე ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა მეტი, უნდა ვდგარიყავით წინა ხაზზე, უნდა დაგვემსახურებინა მაგიდასთან ყოფნა, გაგვეწირა თავი და დაგვეღვარა სისხლი გლობალურ დაპირისპირებაში შესაძლებლობების გახსნილი ფანჯრისა და ისტორიის სწორ მხარეს დგომის სანაცვლოდ. რამდენი ჩვენი თანამოქალაქე გაბრიყდა ამგვარი მორალისტური დაპირებებით 3 წლის წინ და რამდენია შეპყრობილი დღესაც იგივე წარმოდგენებით. ეს ისტორიული ინტერვიუ ნათლად აჩვენებს ომის მხარდამჭერი ელიტების მაშინდელ განწყობებს. რუსეთი სუსტია, უკრაინა იგებს, უნდა დავამარცხოთ რუსეთი ბრძოლის ველზე, ოღონდ ეს ყველაფერი სხვისი ოფლის, სხვისი სისხლის და სხვისი ცრემლის ფასად. ამ სამხედრო პოლიტიკურ დოქტრინაში პირველად ჯდება საქართველოში ძველი იარების გახსენება და რუსეთთან 2008 წლის მსგავსი დაპირისპირების გამეორება.
თუკი საქართველო ისევე წამოეგებოდა სამხედრო ავანტიურისკენ მოწოდებას, რუსეთის მხრიდან ჩვენზე დახარჯული რესურსი უკრაინის ფრონტს მოაკლდებოდა და ამით მეტ უპირატესობას მოიპოვებდნენ. და მერე რა, ნუ თუ არ ღირდა გლობალური ინტერესის გამარჯვება საქართველოს სიცოცხლის ფასად. ომის მოსურნე ელიტის თამაში მსოფლიო პოლიტიკაში ჯერჯერობით დასრულებული არ არის. ჩვენ ვხედავთ იმ წინააღმდეგობას, რასაც უკრაინაში მშვიდობის დამყარების სურვილი იწვევს. ეს გლობალური პროცესია. საქართველოს ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი კი საკუთარი სამშობლო და მისი ეროვნული ინტერესებია. სწორედ ამის მანდატი მოგცა ხალხმა 26 ოქტომბერს და ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. საინტერესოა, რომ ეველინ ფარკასი იყო პირველი და ცენტრალური ფიგურა, რომელმაც 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსულ ჩარევას დაუკავშირა და ამ თემაზე მთელი კამპანია გააჩაღა, რაც შემდგომი გამოძიებით დადასტურდა, რომ სიყალბე იყო.